ეს არის ბრინჯის სახარში. მაგრამ არა მხოლოდ. შეიძლება ბრინჯის სახარში ქვია, მაგრამ როგორც ეს კოსორი და ამის ანალოგები, ბევრ ფუნქციას ატარებენ ხოლმე ძალიან. ანუ არა მხოლოდ ბრინჯი, არამედ ბოსტნეული, მოთუშვა, დაორთქვა, ძალიან ბევრი ფუნქცია აქვს ხოლმე რა. მაგრამ დღეს ჩვენ განახებთ როგორ შეიძლება ბრინჯის გარდა სხვა რამეს მომზადება ესეთ სახარში. მაგალითად კარტოფილის ნივრით და კარაქით. მივიღებთ ქვაფს. ჩავყავთ შინ დახარ კარტოფილებს. კარაქი ან კარტოფილს ნიური აუცილებლად ჭირდება. ნივრები ადეკვატური რაოდენობა კარაქის, ცოტა, ბევრი არ უნდა. აქვე მარილი. წყალი. ისე რომ 2/3-ით დაიფაროს. ჩავდგით. დავახურეთ. აქ აგეთ ფუნქცია slow cookie და slow cookie-ზე ბოლოს სტარს დააჭერთ და მომზადებს ჩვეულებრივად კარტოფილს ნაზადებილად. უკვე მოხარშულია და უკვე გემრიელი არის. მთელი მუღამი ის არის, რომ კარაქში მოთუშული კარტოფილი შეიძლება გამზადებული ქონდეს ხაჩი შეინახო, მე სხვა კერძებში გამოიყენო, მაგრამ მთელი მუღამი რა არის, რომ პასიურად დაიშალა, მოიხარშა, რაც თავად ნივრის არომატი იქნება. კარაქის არომატი აქვს. როგორც ყოველთვის, მარილი შეგიძლიათ კამაუქნათ რაღაც ეგეთი ნაზი მომზადებული კარტოფილი ახალი ტაფაში ნალად არ გამოდის ხოლმე, როგორც გამოდის ეგეთ ინვენტარში. მარტივად, პასიურად, ჩაყარე, დაივიწყე, წადი გაერთე, დაბრუნდი ჭამა. ეგეთია.